მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით შეპირებული თემით. ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელები დღეს თანამედროვე ინტერნეტის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს. როდესაც ვსაუბრობთ გიგაბიტიან ან მრავალგიგაბიტიან ინტერნეტზე, უმეტეს შემთხვევაში სწორედ ოპტიკურ ბოჭკოვან ტექნოლოგიას გულისხმობთ. თუმცა იმის გასაგებად, თუ რატომ გახდა ეს ტექნოლოგია ასეთი მნიშვნელოვანი, ჯერ უნდა გავიგოთ, რა პრობლემების გადაჭრა გახდა მისი შექმნის მიზეზი. ინტერნეტის განვითარების ადრეულ ეტაპზე მონაცემების გადაცემისთვის ძირითადად სპილენძის კაბელები გამოიყენებოდა. ამ ქსელებში ინფორმაცია ელექტრული სიგნალების სახით მოძრაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით გამოიყენებოდა, მას მნიშვნელოვანი შეზღუდვები ჰქონდა. სიგნალი მანძილის ზრდასთან ერთად სუსტდებოდა, იზრდებოდა ელექტრომაგნიტური ჩარევების გავლენა და მაღალი სიჩქარეების მიღწევა სულ უფრო რთული ხდებოდა. ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ, მაღალი გარჩევადობის ვიდეოების გავრცელებამ, ღრუბლოვანი სერვისების განვითარებამ და მონაცემთა გაცვლის მუდმივად მზარდმა მოთხოვნამ ახალი ტექნოლოგიის საჭიროება გააჩინა. სწორედ ამ საჭიროებამ განაპირობა ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელების განვითარება, სადაც ინფორმაციის გადასაცემად ელექტრული სიგნალების ნაცვლად სინათლე გამოიყენება. ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ კაბელს ჰგავს, თუმცა მისი შიდა სტრუქტურა სრულიად განსხვავებულია. კაბელის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია უკიდურესად თხელი მინის ბირთვი, რომლის დიამეტრი ხშირად ადამიანის თმის დიამეტრზეც მცირეა. ამ ბირთვს გარს აკრავს სპეციალური ფენა, რომელსაც განსხვავებული ოპტიკური თვისებები აქვს. სწორედ ამ ორი ფენის ურთიერთქმედება ქმნის პირობებს, რომ სინათლემ კაბელის შიგნით იმოძრაოს და გარეთ არ გაიფანტოს. ამ პროცესის საფუძველია ფიზიკური მოვლენა, რომელსაც სრული შინაგანი არეკლა ეწოდება. როდესაც სინათლის სხივი ბირთვისა და გარსის საზღვარს აღწევს, ის გარეთ გასვლის ნაცვლად უკან ირეკლება. შედეგად სინათლე მრავალჯერ აირეკლება კაბელის შიგნით და დიდ მანძილზე გადაადგილდება მინიმალური დანაკარგით. მაგრამ როგორ შეიძლება სინათლემ ინფორმაცია გადაიტანოს? ამის გასაგებად უნდა გავიხსენოთ, რომ ნებისმიერი ციფრული ინფორმაცია საბოლოოდ ნულებისა და ერთიანების მიმდევრობით არის წარმოდგენილი. კომპიუტერისთვის, სმარტფონისთვის, ვიდეოსთვის, ფოტოსთვის ან ხმის ჩანაწერისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის მონაცემთან გვაქვს საქმე, საბოლოოდ ყველაფერი ბინარულ კოდად გარდაიქმნება. ოპტიკურ ქსელში ეს ბინარული ინფორმაცია სინათლის იმპულსების სახით გადაიცემა. მარტივი წარმოდგენისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სინათლის არსებობა აღნიშნავს ერთიანს, ხოლო სინათლის არარსებობა ნულს. რეალურ სისტემებში პროცესი გაცილებით რთულია, თუმცა ძირითადი იდეა სწორედ ასეთია: მონაცემები გარდაიქმნება სინათლის სწრაფად მონაცვლე იმპულსებად. როდესაც მომხმარებელი ვებგვერდს ხსნის, ვიდეოს უყურებს ან ფაილს იწერს, მისი მოწყობილობა ქმნის მონაცემთა პაკეტებს. პაკეტი წარმოადგენს ინფორმაციის სტრუქტურირებულ ბლოკს, რომელიც შეიცავს როგორც თავად მონაცემს, ასევე დამატებით ინფორმაციას, მაგალითად დანიშნულების მისამართს, მომსახურების ინფორმაციას და შეცდომების შემოწმებისთვის საჭირო მონაცემებს. შემდეგ ეს პაკეტები ხვდება ოპერატორის ქსელის ცენტრალურ მოწყობილობაში, რომელსაც ოპტიკური ხაზის ტერმინალი, ანუ OLT ეწოდება. სწორედ OLT წარმოადგენს ჯიპონ ქსელის ცენტრალურ მართვის წერტილს. OLT-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ელექტრული მონაცემების ოპტიკურ სიგნალებად გარდაქმნა. ამისთვის გამოიყენება სპეციალური ლაზერული გადამცემები. ლაზერი წარმოქმნის ზუსტად კონტროლირებად სინათლის სხივს, რომლის ინტენსივობა მონაცემების შესაბამისად იცვლება. შედეგად ელექტრული ინფორმაცია გარდაიქმნება სინათლის იმპულსებად და ოპტიკურ ბოჭკოვან ხაზში იგზავნება. ამის შემდეგ სიგნალი ოპტიკურ ქსელში ვრცელდება. ჯიპონ ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება ის არის, რომ ერთი ოპტიკური ხაზი შეიძლება ერთდროულად მრავალ მომხმარებელს ემსახურებოდეს. ამისათვის გამოიყენება პასიური ოპტიკური გამყოფები, რომლებიც შემომავალ სინათლის სიგნალს რამდენიმე მიმართულებით ანაწილებენ. სიტყვა პასიური ნიშნავს, რომ ამ მოწყობილობებს ელექტროკვება არ სჭირდებათ. ისინი არ აძლიერებენ სიგნალს და არ ახორციელებენ მონაცემთა დამუშავებას. მათი დანიშნულებაა მხოლოდ სინათლის ნაკადის განაწილება სხვადასხვა აბონენტზე. როდესაც ოპტიკური სიგნალი მომხმარებლის სახლამდე ან ოფისამდე აღწევს, ის ხვდება მოწყობილობაში, რომელსაც ოპტიკური ქსელის ტერმინალი, ანუ ONT ეწოდება. ONT ჯიპონ ქსელის მეორე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი ამოცანაა მიღებული სინათლის იმპულსების გარდაქმნა ელექტრულ სიგნალებად. ამისათვის გამოიყენება სპეციალური ფოტომგრძნობიარე ელემენტები, რომლებსაც ფოტოდიოდები ეწოდება. ფოტოდიოდი აღიქვამს შემომავალ სინათლეს და მის ენერგიას ელექტრულ სიგნალად გარდაქმნის. შემდეგ ელექტრონიკა ამ სიგნალს აანალიზებს, აღადგენს თავდაპირველ ბინარულ მონაცემებს, აწყობს მიღებულ პაკეტებს სწორ თანმიმდევრობაში და საბოლოოდ გადასცემს მათ მომხმარებლის მოწყობილობებს. ამის შემდეგ მონაცემები უკვე ჩვეულებრივი ქსელური კაბელით, ანუ იზერნეტის საშუალებით, მიეწოდება რაუტერს, კომპიუტერს, ტელევიზორს ან სხვა მოწყობილობას. თუმცა კომუნიკაცია მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მიმდინარეობს.
როდესაც მომხმარებელი ინფორმაციას აგზავნის, მაგალითად ატვირთავს ფაილს, გზავნის ელექტრონულ წერილს ან ვიდეოზარს ახორციელებს, პროცესი საპირისპირო მიმართულებით მიმდინარეობს. ONT იღებს ელექტრულ მონაცემებს, გარდაქმნის მათ ოპტიკურ იმპულსებად და აგზავნის ოპერატორის ქსელის მიმართულებით, სადაც მათ OLT იღებს და ამუშავებს. აქ ჩნდება საინტერესო კითხვა, თუ ერთი და იგივე ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი მრავალ მომხმარებელს ემსახურება, როგორ არერევა მათი მონაცემები ერთმანეთს. GPON ტექნოლოგია ამ პრობლემას დროითი განაწილების მეთოდით აგვარებს. მარტივად რომ ვთქვათ, თითოეულ მომხმარებელს გამოყოფილი აქვს საკუთარი დროის ძალიან მცირე მონაკვეთი, რომლის განმავლობაში შეუძლია მონაცემების გაგზავნა. ეს ინტერვალები იმდენად მცირეა, რომ მომხმარებლისთვის პროცესი ერთდროულ კომუნიკაციას ჰგავს, თუმცა რეალურად სისტემა მონაცემთა ნაკადს მკაცრად ორგანიზებულ რეჟიმში მართავს. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა ათეულობით აბონენტმა ერთი და იგივე ოპტიკური ინფრასტრუქტურა ეფექტიანად გაიზიაროს. ოპტიკურ ბოჭკოვანი ტექნოლოგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ელექტრომაგნიტური ჩარევებისადმი მდგრადობა. რადგან ინფორმაცია სინათლის სახით გადაიცემა და არა ელექტრული დენის საშუალებით, მასზე პრაქტიკულად არ მოქმედებს ძლიერი ელექტრომოწყობილობები, მაღალი ძაბვის ხაზები ან რადიოსიხშირული ჩარევები. გარდა ამისა, ოპტიკურ ბოჭკოში სიგნალის დასუსტება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სპილენძის კაბელში. სწორედ ამიტომ შესაძლებელია მონაცემების გადაცემა ათეულობით კილომეტრზე დამატებითი გამაძლიერებლების გარეშე. დღეს ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელები გამოიყენება არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში, არამედ მონაცემთა ცენტრებში, საერთაშორისო საკომუნიკაციო მაგისტრალებში და ოკეანის ფსკერზე გაყვანილ კაბელებშიც, რომლებიც ერთმანეთთან მთელ კონტინენტებს აკავშირებენ. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ GPON ტექნოლოგია ეფუძნება ინფორმაციის სინათლის საშუალებით გადაცემის პრინციპს. OLT ელექტრულ მონაცემებს ოპტიკურ იმპულსებად გარდაქმნის, ოპტიკური ბოჭკო ამ იმპულსებს დიდ მანძილზე გადაატარებს, ხოლო ONT მათ კვლავ ელექტრულ მონაცემებად აქცევს. სწორედ ამ პროცესის წყალობით ხდება თანამედროვე ინტერნეტის სწრაფი, სტაბილური და საიმედო მუშაობა, რომელსაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს. თუ მოგეწონათ ეს მიმოხილვა, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო.